და სულისაწმინდისათა ჩვენთან არ ზმერთ. თვალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ მოსაყვარელნო, ყოვლადწმინდა სამების მადლით და ძალით იყავით დაფარული, სულიწმინდა ფარავდეთ თქვენ ჩვენ ოჯახებს სრულიად საქართველოს. დედაღვთისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი მეუღლე და შემწე უფლის წინაშე. დღეს სტუმრად ყავს მამა ნიკოლოზი, მადლობა მას დღევანდელ მსახურებაში მონაწილეობისთვის და გაგვილამაზა. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს წაკითხული იქნა სახარება, რომელიც დღემდე როგორც ყოველთვის აქტუალურია და არ კარგავს თავის იმ დიდ როლს და მნიშვნელობას, იმიტომ რომ პირველ საუკუნეში ნათქვამი, მაგრამ 21 საუკუნეშიც აქტუალურია, იმიტომ რომ ადამიანები თითქმის არც იცვლებიან და ასე გამოდის. მაცხოვარი მიდის ჩვენს სახარება ლუკა მახარებელთან, მათე მახარებელთანაც გვაქვს. მაგრამ ამ სახარებაში ჩვენ ვისმენთ უფრო იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოეგებებიან მაცხოვარს, უпростоრად შეხვდებიან შეპყრობილნი ეშმაკით და რომლებიც აშინებდნენ ქალაქს, იქ დააბას და ძალიან ესე ბრძვინვარენი იყვნენ. მაგრამ გამახვილებულია უფრო ყურადღება ამ სახარებაში, იმიტომ რომ ერთ-ერთი აი ამ ორთაგანი იმდენად ბრძვინვარია, რომ ჯაჭვებით აბავდნენ და მაინც წყვეტდა ამ ჯაჭვებს და ამიტომ უფრო საშიში იყო, დადიოდა თითქმის შიშველი, ცხოვრობდა სასაფლაოებზე და აი მას აღწერს მახარებელი ლუკა. და შესაბამისად, რომ დაინახავს იქ მისულ მაცხოვარს, ეუბნება, რომ რა შენდა და ჩემდა, ეხვეწება, რომ არ წარწმიდოს არამედ ღორების კოლტი მძოვარი იყო იქ, რომლებიც ძოვდნენ და ეუბნება, რომ ნამეტანი ადრე მოსულხა ჩვენ სატანჯველად და შესაბამისად სთხოვს, რომ არ წაწმიდოს არამედ უბრძანოს, რომ ამ ღორების კოლტში შეუშვას. თუმცა მაცხოვარი ეუბნება, რომ რა ქვია და ეუბნება ლეგიონი, ეს არის მრავალის სახელი და ლეგიონში შედის შეიძლება 10-ული, 20-ული, 100-ული, ამიტომ არის რომ ბევრი იყვნენ ამ ადამიანში, ეშმაკს ყავდა შებოჭილი და დატყვევებული და შესაბამისად მიუშხოლში და ეს ღორის კოლტი თვითონ მთლიანად გადაეშვება კლდიდან და დაიხჩობიან ამ ზღვაში, ტბაში, როგორც გინდა დაარქვით. ეს ადამიანი ჩვენ სახარებაში, ეს ადამიანი გათავისუფლდება, მაცხოვარი გაათავისუფლებს ამ ადამიანს აი ამ ესე ვთქვათ ტანჯვისგან, ამ შეპყრობილობისგან და მთელი ეს დაბა სოფლები მოდიან, რომ ნახონ ეს სასწაული, რომელიც აღასრულა, თუმცა ძალიან შეშინებულები არიან. მე მოკლედ გიყვებით, იმიტომ რომ არ მინდა დიდი დრო წავიღო, სხვა რამეც მაქვს საქმელი და შესაბამისად ეუბნებიან და ევედრებიან მაცხოვარს, რომ განეშოროს, წავიდეს იმ ადგილებიდან და მაცხოვარი ჯდება ნავში და მიდის. თუმცა ეს ადამიანი, რომელიც განკურნებულია, რომელიც უკვე თვინიერი ზის მაცხოვრის ფეხებთან ეხვეწება, რომ თან წაიყვანოს უფალმა, თუმცა უფალი ეუბნება, რომ იყავი აქ, დარჩი აქ და მოუყევი ყველას, რა გიხო ღმერთმა. იმიტომ რომ ყველა მიცოდა რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი აღმოჩენილი, ერთ დროს ალბათ ნორმალური და ესეთი ადამიანი, რომელიც გახდა ეშმაკების სამიზნე და რომელშიც საერთოდ ლეგიონი იყო, რომელშიც არა ადამიანური იყო მისი ქცევა, რამე თუ ვერ ჩაევდო იქ ადამიანებს, ყველას აშინებდა, ბოროტი შეპყრობილი იყო და როგორც გითხარით, ჯაჭვებითაც კი რომ აბავდნენ, წყვეტდა და ასე ცხოვრობდა, შიშველი და სასაფლაოებზე ცხოვრობდა. მე მინდა ასეთი რამ გითხრათ, რომ სადაც მაცხოვარი შედის, მოდი ესე ვთქვათ, 10 ქალაქია, სადაც ებრაელთან ერთად არაებრაელები ცხოვრობენ, შეიძლება ითქვას წარმართები, მაშინდელი, და ეს ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდია, ეს ჩვენ ადრეც ვიქადაგე, ძველი აღთქმიდან უნდა ავიღოთ ორიენტირი, იმიტომ რომ ხშირად ვითქვამს ძველი აღთქმის ფუნდამენტზეა დაშენებული ახალი აღთქმის ეკლესია
და უნდა ვიცოდეთ ჩვენ ძველ აღთქმაშიც ანუ როგორ და რანაირად იყო, იმიტომ რომ ახალი აღთქმის ეკლესიაში არ დაარსებულა უბრალოდ, იმიტომ რომ მას თავისი ის დიდი ფუნდამენტი ჰქონდა, რასაც ქვია ძველი აღთქმის ეკლესია. შესაბამისად, ანუ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იქ ცხოვრები ადამიანები იყვნენ ებრაელები, ზოგადად გადაჭიშებული ებრაელები. იმიტომ რომ აი აქედან ჩანს თუ რას უშვება ადამიანს სიხარბე, ფულის სიყვარული, რას უშვება ადამიანს დამონება ფულზე, რომ ჩვენ მაცხვარი გვეუბნება, რომ უფალსაც ემონებოდა და მამონასაც არ გამოვა, ვერ გეყოლება ორი ბატონი. შესაბამისად, ეხლა საიდან საუბრობ, მე ამას გეტყვი. ადამიანები, რომლებიც იქ არიან, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ, ვიდრე აქ ქვეყანაში გადავიდოდნენ და მათ დაივიწყეს ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ ვისაც ძველი აღთქმა წაკითხული აქვს, მიხვდება, რომ მოყავდათ წარმართების ქალები, ანუ ცოლად გოგუები და აირივდნენ ერთმანეთში, ანუ ეს ადამიანები, ანუ ეს მოდის ვთქვათ მორწმუნენი და ეს არა მორწმუნე ადამიანები, უბრალოდ ღვთისმობელი ადამიანები. შესაბამისად, ჩვენ ისიც ვიცით, რომ აი სამარიტელები, მაგათი რომ საუბრობ, ხშირად მაცხოვარ სამარიტელს ადარებენ, სალანძღავი სიტყვა იყო და შენ სამარიტელი ხომ არ ხარ, რომ მაცხოვარს ასე შეურაცხყოფას მიეყენებდნენ. სამარიტელი დედაკაცის დიალოგიც ვიცით ჩვენ მაცხოვართან და დედაკაც ეუბნება, რომ შენ როგორ თხოვ მეო ურია სამარიტელ ქალს წყალსო. ისინი ერთმანეთში არ შეიყოფოდნენ, ანუ არ ქონდათ ურთიერთობა, რამე თუ ისინიც იყვნენ ესე ჩამოსახლებულები, ისინი აღიარდნენ მოსეს ხუწიგნეულიდან ალბომის არ ჯეროდათ, ანუ თავიანთი ის ქონდათ ესე ვთქვათ მიმდინარეობა და შესაბამისად ეს ადამიანები რო არ გამიგზავნა სიტყვა რა უნდა იმ მიდამოებში ღორს კითხვა ხო უნდა გაჩნდეს, როცა სახარებას ვკითხულობ, როცა ეს ყველაზე ბინძური ცხოველია დღემდე, რა თქმა უნდა, არც ებრაელები და არც მუსულმანები ამას არ მიირთმევენ, ხო? ანუ თვითონ ესე თვლიან, რომ ესია და ალბათ მიირთმევენ. კი არა, ჯულში აქვს ეს, რომ არ შეიძლება, რომ ეს ჭამა. მაშინ სადამე როგორ გახდა აი სახარებაში, რომ ჩვენ ვკითხულობთ ხოლმე, რომ ეს ხორების ყოლტი შემოხდა, რომ განკურნა ეს, კი განკურნა ადამიანი, თუმცა ვიცით ხო ამის მეორე מחარებელი როგორ გვიყვება ამ სახარებას და შესაბამისად ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეშმაკი ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება მეგობრულ ურთიერთობაში იყოს. როგორ? მე ბევრი შემიძლია მაგალითი მოვიყვანო, ეშმაკი ყოველთვის ტყუის. ის არასდროს არ ამობს სიმართლეს, ის ყოველთვის ცილს სწამებს. და ჩვენ ცხოვრებაში წესია. რაღაცა თითქოს გამართულნი ვართ, რაღაცა თითქოს რაღაც ის გჯერა, მაგრამ როგორც კი შემოვა რაღაც პატარა წვეთს ჩააგდებს ჩვენს სასმელში იქნება თუ საჭმელში, ანუ გონებაში, ეგრევე იშხამება თითოეული ადამიანი და ხდება რა? უნდობლობა, რაღაცა არასწორად ყურება ადამიანისა, იქ შეიძლება საკუთარ ოჯახის წევრზეც კი გაგიჩნდეს ადამიანს რაღაცა დამაკმაყოფილებელი მომენტები და ამიტომ არის რომ თუ ჩვენ ერთ რამეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად რომ თუ ჩვენ გავხდებით სამიზნე და ჩვენვე შემოუშვით ეშმაკს ჩვენს სხეულში, ჩვენს გონებაში, ბუნებრივია მე ადამიანს ხო ჩვენ დაბრალება გვიყვარს სხვაზე, რომ ეს იგივეა, მე ერთხელ პატერიკი მოგიყევით, ანუ როგორ წავდა კვერცხს გასაღების ტარით და რომ დააბრალა ეშმაკს. ამიტომ ნახეთ, ეშმაკი გთავაზობს, დიდ შემოთავაზებებს გიკეთებს, შენზეა დამოკიდებული, იღებ თუ არ იღებ ამას. ბევრია ძალიან ადამიანი, რომლებიც არ გვინდა შორს წასვლა, არც ესეთი წმინდანებზე ვისაუბროთ, მოდი ვიღაცა იტყვის ისინი წმინდანები არიან. ახლა მომავალ წინამაში ალბათ პერიოდში ჩვენი ახლობლები, ჩვენი ბებიები, პაპები, როგორი მოგწალებულები და როგორი ისეთი ცხოვრობდნენ ადამიანები. ბევრია სასაუბრო ამ თემასთან დაკავშირებით და ამიტომ ნახეთ რის მინდა ღორებთან შევჩერდი, ანუ ღორების თემა იყო. ამათ დაიწყეს ვაჭრობა, რამე თუ გადაჯიშდნენ, გადაგვარდნენ და რამე თუ ანუ მათთვის უკვე იყო მთავარი მომგებიანი ყოფილიყო რა და ამ ყველაფერს უკვე შეიძლებოდა ანუ ხაზი გადაესვა. და ამიტომაც ხდება. და რატო ეხვეწებიან რომ წადი აქედან დაგტოვე ჩვენ შეშინებულები არიან, არცეს არ ეშინიან. ბიზნესში ჩაუვარდათ. ღორები აღარ აყავთ, დაიხჩნენ და ასე შემდეგ. აი მეწაღა რატო თქვი არ კარგავს აქტუალობას დღესაც ჩვენ რომ გონივრულად მივუდეთ გევართ ჩვენ იმ დროინდელ ადამიანებს. იმიტომ რომ ყველა ადამიანი რატო არ იყავით აზარში აი ეს რაღაც, აი ის რაღაც, ნუ მიზეზები ძალიან ბევრია. და ადამიანის საოცარი მიდგომა აქვს დღეს ადამიანს საკუთარი თავის გამართლება.
საკუთარ თავი დაარწმუნოს იმაში, რომ არა უშავრად ღმერთი კაც მოყარია და გაპატევს. კი, კაც მოყარია, ძალიან კაც მოყარე. თვითონ ჩვენ თავს პატიოს როგორც სინანულით მოსულს. და ბევრი შეიძლება ამას თემასთან დაკავშირებით ითქვას. მაცხოვარი ეუბნება, რომ დარჩი შენ არ შეიძლება და იმას იმ ადამიანის საყვანა, რატომ უნდა დაეტოვა მაცხოვარს, რომ აი ურჯულოებში და წარმართებში, სადაც მაცხოვარი ჩავიდა, სადაც აი სამხედრო სასწაული აღასრულა, სადაც ის ადამიანის პრობლემაც აი ეს თავიანთი რწმენა გაცვალეს ღორების ესე ვთქვათ იმ ვაჭრობაზე, რომ ისევ იქ ეკადაგა და ეთქვა ის რა დამართა მას უფალმა ღმერთმა, იმიტომ რომ განკურნა და განათავისუფლა ანუ ეშმაკებისგან. მე ერთი რამ მინდა გითხრათ თქვენ, რომ აი მაგალითად მე ერთი ადრე ესეთი ამბავი მოგიყევით. იყო ორი ძმა. ორივე თევზჭერით ირჩენდა თავს. და ისე გაქონდათ თავი, ესე დღეს რო ჩვენი შვილები მიჩვეულები ყავს ცხელი, ცივი, პირველ, მეორე, მეხუთე, მესამეზე აღარ ჩერდებით, მეხუთე, ესე არ იყო. ძმები შრომობდნენ, რომ როგორმე თავი გაეტანა. დადგა კვირა დღე. წირვაზე უნდა წასვლა ერთსაც და მეორესაც. მორწმუნეა ორივე, მაზიარებელია ორივე. რა ქნა? ორივე წავიდეს წირვაზე, საქმე ფუჭდება, იმიტომ რომ თუ თევზი არ დაიჭირე, ვერ იჩენ თავს. ამიტომ გაინაწილეს, ესე ვთქვათ, ერთი ძმა წავიდა ტაძარში წირვაზე დასასწრებად და მეორე ძმა წავიდა სათევზაოდ. და სიტუაცია ასეთი, ესე აღწერ უბრალოდ მოკლედ. ძმა, რომელიც ნავში იჯდა და თევზაობდა, დახედავდა ცას და ფიქრობდა, ეხლა ესეთი მართათა ლიტურგია, კათაკმეველთა, ეხლა ზიარება დაიწყება, ეხლა ეს იმყოფი, ტაძარში მყოფი ძმა, ფიქრობდა იმაზე, ნეტა რა შვება ჩემი ძმა, რამდენი თევზი დაიჭირა და ასე შემდეგ. მე კი გეტყვით თქვენ, რომ თქვენ ხართ ის ძმა, რომელიც ტაძარში იდგა და ამავებაზე ფიქრობდა და არა ის ძმა, რომელიც ნავში იჯდა და სულისხონებაზე ფიქრობდა. და თუ ვინმეს გეწყინება, შეგიძლიათ ცივი წყალი მიირთვათ, იმიტომ რომ აქ რო გიყურებთ, სამარცხვინოთ იქცევა ადამიანები. სამარცხვინოა თქვენი დგომა, თქვენი ხმაური, სამარცხვინოა ყოველივე ღვთის წინაშე, რასაც თქვენ არასწორად ჩადიხართ. თქვენ ხართ ის ძმა ეკლესიაში, რომელიც იმ ამავებაზე ფიქრობს, იმ მატერიალურზე ფიქრობს, რა ჭამოს, რა დალიოს და რა აჭამოს თავისუფლებს იმაზე ფიქრობს, თუმცა ეს უფალს თქვენთვის არ აუკრძალია, მაგრამ ამასაც თავისი დრო და ადგილი აქვს და არა ის კეთილგონიერი ძმა, რომელიც ზის ნავში და ნავი რას წარმოადგენს იცით ხო? ეს არის დედა ეკლესია, ეს არის ეკლესია, ეს არის ხომალდი, რომელიც ფიქრობდა იმაზე თუ ამ დროს რა იქნებოდა, ანუ სულისხონებაზე. ვიდრე ხორჩი ვარ, ჩემო ძვირფასებო, დავფიქრდეთ იმაზე, რანი ვარ ჩვენ და მით უმეტეს გარდაცვალების მერე საერთოდ რა ვიქნები, რა მოგვიტანია ამ ქვეყანაზე და რას წავიღებთ ამ ქვეყნიდან. გარდა იმისა, რასაც თითოეული ადამიანი უნდა აგროვებდეს, მადლი და წყალობა. ადამიანს თავისუფალინება ყველაზე დიდი რამ უბოძა ადამიანმა. და მინდა ქადაგება დავასრულო ამ ფორმით. გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ მოყვასი. მე გინდა გითხრათ, შეიძლება თლად მართალი ვერ ვიყო, მაგრამ მიახლოებულს მაინც ვიტყვი. ნებისმიერმა თქვენთაგანმა შეგიძლიათ აღიაროთ, შეგიძლიათ არ აღიაროთ, რამდენჯერ ყოფილა გირეკავ ტელეფონი დაგიხედა და ეხლა მომუნდა ამას და არ გიპასუხიათ. არ პასუხობთ ადამიანებს, არ შეიძლება გაიხედოთ ჭუჭურტაინდან და არ გაუღოთ ადამიანებს. ვიღაცამ დაგირეკა შეიძლება წინა დღეს და მეორე დღესაც გირეკავს და გაგიკვირდეს, რომ რა გუშინ ხო ველაპარაკე. ესაუბრეთ, უპასუხეთ, იმიტომ რომ ადამიანს ახსოვხართ, ადამიანს უყვარ ხართ და აქ მოეძებთ თქვენ ვინ როგორია და ვინ როგორი გულით. თქვენ მიიღეთ ის, იყავით მიმღებელნი, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. მითხარით რამდენ თქვენთაგანს დედისთვის, მამისთვის თბილი სიტყვა ბოლოს არ გითქვავდა, ისე გარდაცვლილა ის ადამიანი, ახლობელი. გულისკენა, სინანული არ ქონიათ, იმიტომ რომ ხანმოკლეა წუთისოფელი. დავიჯერო რა დროის მონაკვეთს წაგართმევთ ის დარეკილი და პასუხი როგორ ახარ უთხრა, შენც უთხრა მოიკითხო ადამიანი და კმაყოფილი დატოვო, ანუ დარეკილზე მას უპასუხე, ან გაუღი, ან შემოვიდა. ჩვენ დღეს როგორ ვიქცევით, იცი? ჩვენი ეს არის საფრთხალია ამისთვის, ეხლა მოუნდა, რა დროს ეს იყო და ასე შემდეგ. და რა მივიღეთ, იცი, ბოლო იმაზე მე ქადაგებაზე დავსვი კითხვა. ბოლოს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, მაგრამ ახსოვს ვინმე, ვინ შეიკრიბა ნათესავებთან ერთად,
როგორც იყო ეს ადრე, ვინ ჩავიდა ბოლოს ბიძაშვილთან სოფელში თუ რაიონში, ვინ ინახულა, ვინ დრო არ ყოფნის და იმდენად ავარ დროში დაკარგულები, რომ დავბერდით, გადავწდით 50-ს, ზოგი 60-ს, შემამაცხონებულო თუ აქამდე ვერ მოასწარი. ეხლა მოასწრებ გონიერ ამას? ამიტომ არის ვიყოთ კეთილგონიერი ქრისტიანები. ვიყოთ გონიერები, იმიტომ რომ სხვანაირად სათავსაფლავი ესე ადვილი რო იყოს ხელმისაწვდომი, დამიჯერეთ ყველა იქ იქნებოდა, მაგრამ თვითუფალი ბრძანებს, მისი სიტყვებია, ცირედნი დაიმკვიდრებენ სათავსაფლავს. მე ამას ყველას უსურვებ, ჩემი თავი დაწყებული ყველა თქვენთანაც, მაგრამ ესე ადვილად ეს არ მოხდება, ამას შრომა უნდა, ღვაწლი უნდა. თქვენ როგორ გონიერ? გამოარჩია მაცხოვარმა მოციქული და უთხრა შენ ხარ მოციქული და ამით მოხდა, არ არის ესე. მათ იღვაწეს და სისხლის ფასად იღვაწეს. ერთმა დაგვიწყო.